სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკული კომენტარი და პოსტი გამოქვეყნდა New York Times-ის სტატიასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ ნაწილში მოცემული არის ინტერვიუ გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და იმ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა. სტატია New York Times-ის გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით, როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე და სტატიის ავტორი არის კორესპონდენტი სკოტ ანდერსონი, რომელიც განიხილავს ზოგადად საქართველოს ისტორიულ მდგომარეობას, ისტორიულ კონტექსტში განიხილავს საქართველოს პოლიტიკას, მოცემული არის ინტერვიუ ასევე დევნილებთან, ქართული ოცნების მომხრეებთან და მოწინააღმდეგეებთან და ერთ-ერთი ნაწილი მოიცავს გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან ინტერვიუს, რომელსაც კონკრეტულად ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში, ასობით ადამიანი აზიარებს კონკრეტულად ამ ციტატას. მე წაკითხავთ ნაწყვეტს ამ ვრცელი სტატიიდან. ეს ყველაფერი იყო მიშას ბრალი. მან შეგნებულად მოახდინა სიტუაციის პროვოცირება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი პრობლემიდან, რომელიც მან შექმნა, ვკითხულობთ სტატიაში. ასევე სტატიის ავტორი სკოტ ანდერსონი აღნიშნავს, რომ 90 წუთიან ინტერვიუში რაზმაძემ სააკაშვილს ყველაფერი დააბრალა ეკლესიების მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური წყლის შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული. აღნიშნავს სკოტ ანდერსონი და ასევე აგრძელებს სტატიას რაზმაძის სიტყვებს. ეს იყო ძალიან ბნელი დრო. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ მიშას ჰქონდა მუქარა, რომლის შესრულებაც არ შეეძლო. ისინი აქ მოვიდნენ მშვიდობის მყოფელებად და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ ამის დაჯერება შეგიძლიათ. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის კიდევ რამდენად მეტ ზიანს გამოიწვევდნენ. განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ New York Times-თან ინტერვიუში. კიდევ ერთი ნაწყვეტი, რასაც აზიარებენ სოციალურ ქსელში, პირადად მე არ მსურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისინი გვეუბნებოდნენ, რას უნდა ვაკეთებდეთ. როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახლა მინდა ევროკავშირიც დაინგრეს, რადგან ის ჩვენი წინააღმდეგია. ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვიყავით ევროკავშირში გაწევრების საკითხში, რადგან ვიცით, რომ ის სავსეა KGB-ს აგენტებით. ეს სიტყვებიც ასევე, როგორც აღნიშნავს New York Times-ი, ეკუთვნის დავით რაზმაძეს. შეეხება გამოხმაურებას, როგორც უკვე გითხარით, კომენტარები ვრცელდება ძალიან ნეგატიური სოციალურ ქსელში, უფლებადამცველებისგან, აქტივისტებისგან, რიგითი მოქალაქეებისგან. სიმონ ჯანაშია პროფესორი აზიარებს ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს. არაერთმა ქართულმა მედიამ სწორედ თარგმნა ეს ნაწილი New York Times-ის სტატიის. იმდენად წარმოუდგენელია, რომ საქართველოში რომელიმე არჩეული პირი ამას ამბობდეს, რომ სტატიაშიც გადავამოწმე, ასევე ლევან ღამბაშიძე, როგორ ფიქრობთ, რას უზამდნენ რომელიმე ქვეყანაში თანამდებობის პირს, რომელიც მადლობას გადაუხდიდა მტრის საოკუპაციო ჯარს საკუთარი ქვეყნის ჯარის შეკავებისთვის. გამოქვეყნდა პოსტი Facebook-ის გვერდზე, ასევე მომხმარებელი ლევან ხიდაშელი რუსი და მშვიდობის მყოფელი. დიდი ოქსიმორონია ეს ყოველივე. რუსეთი არის მტერი, რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთი არის ოკუპანტი. წერტილი. როგორც უკვე გითხარით, ქართული მედია აქტიურად აქვეყნებს ამ სტატიას, ციტატას კონკრეტულად, ძალიან ნეგატიური კომენტარები არის მაგალითად კონკრეტულად ნეტგაზეთის პოსტის ქვემოთ 900-ზე მეტი ნეგატიური რეაქცია და 500-ზე მეტი გაზიარება, სადაც კრიტიკულად პასუხობენ დავით რაზმაძის ამ სიტყვებს.